ყველაფერი შეურია, ჩაასხიდე დაწვი. ეს ბასკური ჩიზქეიქია და ხშირად ამ ეპითეტით ამგვარად ხოლმე, თუმცა ყველაფერი ასეთი მარტივი ნამდვილად არ არის და მოდი ჩვენ თანმიმდევრობით მივყვეთ. დღეს დილით როცა ორნამებში წავედი პროდუქტების მოსამარაგებლად 18 ლარამდე დავზოგე და ძალიან გამიხარდა. იცით როგორ? მოლარეს გადახდამდე ორჯერ ორი ბარათი მივაწოდე გასატარებლად. მივიღე ფასდაკლებას და ფულების დამერიცხა. ახლა უფრო მეტი სიხარულით მომზადებ ჩიზქეიქს. მთავარია რომ ყველა ინგრედიენტი 2-3 საათით ადრე გამოვიღოთ მაცივრიდან. თუ პირველად ამზადებ, გირჩევ მიქსერი არ გამოიყენო და ინგრედიენტები ერთმანეთს ხელის სათქვებით შეურიო. კრამპლს დავამატოთ შაქარი, ვანილის შაქარი და სათითაოდ კვერცხი. მოგეხსენებათ ვიდეო რეცეპტებს მუდმივად ვიღებ და პროდუქტის მომარაგებას ხშირად მიწევს. ადრე დაბალფასიან შენაძენზე ბარათის გატარება ძალიან მიზერებოდა ხოლმე, მაგრამ მე მივხვდი რომ ამ შანსს ტყუილად კარგავდი. ახლა ყველაფერზე ვატარებ ბარათს, ქულებიც მერიცხება, თანხასაც ვზოგავ. კრამპლს დავამატოთ სიმინდის სახამებელი, ნაღები, ლიმონის ცედრა და წვენი და გადავიტანოთ პერგამენტ ჩაფენილ საწყობ ფორმაში. 220 გრადუსზე 40 წუთით ვაწყობთ, შემდეგ გავაცივებ და მაცივარში დავაყოვნებთ მთელი ღამე. კი, ნაღამ დამოვიწყდა. 2 დღის წინ 400 გრამიანი კარაქი ვიყიდე 55%-იანი ფასდაკლებით, ქულების ანაცვლოდ და თუ შენ ხშირად ამზადებ, გირჩევ ორჯერ ორი ბარათი უფრო აქტიურად გამოიყენო. ჩიზქეიქის სერვირება დამდნარი შოკოლადით მინდოდა, თუმცა ამ საოცრების გლაზურით დაფარვა ძალიან დამენანა.